3-4 თვეში ჩვენ მილიონერები ვიქნებოდით. მაშინ თავდაცვის სამინისტროში ფაქტობრივად მაგინეს და ისე გამომაგდეს. შეუძლებლობა მჭირს არ კეთებისა, რაღაცის კეთება თუ მინდება, არ შემიძლია რომ არ გავაკეთო ის რაღაც, ვერ ვისვენებ, ვერ ვიძინებ რა. პირველი პროფესია, რომელიც ვფიქრი რომ გავხდებოდი 6 წლის ასაკში, იყო ფრინავი. თუ მე იქ სადღაც სოფელში ნაგვიდან აკრეფილი მის მოახერხე რომ ამეწყო რობოტი, აი მაგალითად თუ თამაში ვაშლის დაიჭერა ტიპი, რეალურად ხელზე იგრძნობდი ვაშლის ფორმას. სონმა გააკეთა მაგალითად პატენტი იმ ტექნოლოგიაზე, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ. ეს MIT არა აქ დამყარებული. მე ხედავ რომ საქართველოში არის ძალიან ბევრი ნიჭი. მოგესალმებით Tech Crasher-ებო, ვაგრძელებთ ამ ვიწყებთ პოდკასტების სერიას, არ ვიცი როდის დაიდება ეს ვიდეო. არხის განვითარებისთვის გთხოვთ, რომ აუცილებლად გამოიწეროთ ჩვენი არხი, გააქტიუროთ ზარისღილაკი, აუცილებლად დაალაიქოთ ვიდეო, დაწეროთ კომენტარები და აუცილებლად გააზიაროთ კიდეც, იმიტომ რომ ეს მოგცემს დამატებით мотивაციას. მოგეხსენებათ ქართულ სივრცეში, YouTube სივრცეში არ არის ტექნოლოგიების მიმართულებით ბევრი ესეთი არხი, ამიტომ ჩვენი мотивაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აქტიურობა. დავიწყოთ დღევანდელი ჩვენი სტუმარი იქნება გიორგი Ironman გაბარაშვილი UFC-ის გამოცხადებას ავიტარი და სხვადასხვა ამ Ironman-ის გამოცხადებას და სახელს ჩემს ვინახავდე, მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში შენ აქ ხარ, შენ მეტად გეკუთვნის. ეგ ყველაფერი და ნუ ამას არ მეწყნებ, გავიყოთ. კი ბატონო. ეხა ბევრად Iron მე ვიქნები mention-ი. თორის იმაზე ვბრალ არ ვეღარა. იბუდი ბოქს რომ მომერკება მოკლედ Ironman-ის კოსტუმით. დავიწყოთ მოკლედ გიო. მოგეთ შენ ძალიან ბევრს ედები, ასე ვთქვათ, ესე რომ გამოვიყენოთ ეს სიტყვა. ბევრი მიმართულებით მუშაობდი, ინჟინერია, ელექტრონიკა, თავისთავად რამდენიმე წელია სტარტაპი. მაგრამ მაინტერესა არაფერს არ უღალატე. ხო, და სტარტაპები, ხო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია დავიწყოთ იქიდან თუ საიდან დაიწყეს შენ, იმიტომ რომ ბევრი ეს ჩემი აზრით, ჩემი პირადი აზრით არის ერთგვარი მამოტივირებელი, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი გვიყურებს სხვა რეგიონიდან, ქალაქიდან, მნიშვნელობა ამას არ აქვს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე შემზღუდავი ისინი, რომ აი მაგალითად დედაქალაქში უფრო მეტი რესურსი არის, რა თქმა უნდა ესეც არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შენ თუ გაქვს სურვილი, გაქვს რაღაცა მსაობა სიახლეებისადმი, ამას ვერ შეძლებ. მოდი დავიწყოთ შენი ისტორიით და მე მგონია რომ ყველასთვის პატარ-პატარა мотиваციის რაღაცა ისეც დაიჭერს საკუთარ თავს, გაიგივებს და რაღაცა მიზანს დაისახავს, რომ მე სხვანაირად იმუშაოს. გიო, მოგვიყევი მაშინ შენზე, როგორ დაიწყო შენი ზოგადად ამ მიმართული ვინ ხარ საერთოდ და როგორ დაიწყო მე შენი ამ პროფესიებში მოხვედრა. მე ვარ გიორგი გაბარაშვილი, მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრისიდან, 99 წელს დაბადებული, მაშინ რომ დავიბადე დაინგრა ქვეყანა. აირია ყველაფერი. რა გითხრათ, ძირითადად სოფელში ვიზრდებოდი მე-9 კლასამდე. და დაინტერესება ტექნოლოგიით, მე რაც ცნობიერება მაგდა ჩემი თავი მახსოვს, სულ მქონდა რა, რაღაც 4 წლის ასაკიდან, სულ ვცდილობ რომ რაღაცას ფორმა შევიცვალო და ვაქციო რაღაცად რა. პირველად ჩემი მშობლები როგორც მეუბნებიან, სადაც 3 წლინახევრისას მიცდია თვითფრინავის გაკეთება, რაღაც სიმინდის აროთი და მართულებით, თვითონ თვითფრინავი იყო. მაგის მერე არც ჩამიგდია დღე, მე მგონი რომ რაღაცა არ მეჭხი კედელაოს, ასე ვთქვათ. სოფელში რთული იყო რა თქმა უნდა, მაგრამ სირთულეებთან ერთად აქვს რა ბენეფიტებიც, რაღაც ბუნება მაგალითად, სხვადასხვანაირი ინსტრუმენტები იყო ჩემ გარშემო, მაგალითად პაპა ჩემის სახელოსნო, მამა ჩემის სახელოსნო. ერთი არის კიდე რომ მამა ჩემი არის ავტოინჟინერი და მთელი ბავშვობა უყურებდი ამ მანქანების დაშლა აწყობას, სახლში სულ იყო მინიმუმ 3 მანქანა გაჭებული რა მთელი 90-იანები და საკმაოდ დიდი ცოდნა მივიღე ავტოინჟინერიის მხარეს ისე აღმოჩნდა რა. მერე უკვე რომ წამოვედი სოფლიდან მე-9 კლასიდან როგორც კი საშუალება მომეცა რომ სკოლა დამეტოვებინა, დავტოვე სკოლა და ჩავაბარე საავიაციო კოლეჯში, მაშინ კოლეჯი არსებობდა საავიაციო. იქ ახლა ვერ გეტყვით რომ ამე ტექნიკური გვასწავლეს, უფრო სკოლის საგნები გაგვატარეს ისევ რა, ბოლო წლების. მას შემდეგ ჩავაბარე უკვე ელექტროინჟინერიაზე, არა, კომპიუტერულ ქსელებზე ილიამოვში. იმიტომ რომ ელექტრონიკის მიმართულება მაინტერესებდა ძალიან და ცოდნა არ მქონდა საერთოდ. სოფელში რო აგიხსენოთ დაახლოებით 10 წლის განმავლობაში მქონდა კომპიუტერი ისე რომ ერთხელ ინტერნეტი არ შემიერთებია, ერთხელ არ მქონია ინტერნეტი. ამიტომ ინფორმაციაზე წვდომა ძალიან რთული იყო რა ჩემთვის.
ილიაუმში მოხვედრის შემდეგ უკვე ინტერნეტზე წნობა გამიჩნდა. თან მაშინ ილიაუმში გავიცანი ჩემი ჯგუფელი, რომელსაც მსგავსი რაღაცები დაინტერესდა და ორივე ერთად გადავწყვიტეთ, რომ მოდი გავიგოთ ბოლოს და ბოლოს რა არის ელექტროპლატებზე ის შავი ნაწილები, მიკროჩიპები. რაც ბოლოს უშვებს. რაც შეიძლება თვითონ ბოლოსო. აი რა არის და საერთოდ როგორ იყერებენ, იმიტომ რომ ჩემთვის ყოველთვის წარმოუდგენელი იყო, რომ როგორ შიგნით რას აკეთებს რა ესეც. და დავიწყეთ მაგის გარკვევა ილიაუმის ინტერნეტ კაფეს ვიყენებდით ფაქტიურად ინტერნეტისთვის და ჩემთან სოფელში საჩრიკედელო მოვიწყეთ და სამი თვე აქტიურად ამ მიკროჩიპებს ჩავყურებდით. რაც ძალიან სასიამოვნო იყო. პირველად რომ მოვახერხეთ რომ მიკროჩიპით მაშინ არდუინოები არ იყო, მაგრამ აი არდუინოში რა მიკროჩიპებიც არის, იმებს ვიყენებთ ატმენგებს. პირველად რომ მოვახერხეთ რომ ნატურავად სიმციმეთ, ისე როგორც ჩვენ გვინდოდა წამში ერთხელ მაგალითად. გადავწყვიტეთ მანდენა რომ უკვე შეგვეძლო მობილურების გაკეთება კომპიუტერ. ყველაფერი რაც კი დენში ერთება, ყველაფერს გაკეთება. აი რა თქმა უნდა ეგრეა. არ არის ბევრი ცოდნა ჭირდება მაგის გარდა კიდე. შემდეგ თან ახლა შენ ახსენე რომ გარდა იმ პირობებისა, პირობითაც რომელიც შენი მოწყობის შემდეგ არც თუ ისე ცუდი იყო, ასევე რა თქმა უნდა დროც შესაბამისი იყო, ხო, ის იმ დროში სადაც ისედაც ინტერნეტის მიუხედავად ნაკლები ინფორმაცია, ნაკლები ტექნოლოგიური სიახლე არის, კომპიუტერული რესურსებით შეზღუდული შედარებით და პირველ ეტაპზე შენ დაგეხმარა რომ ეს რაღაცა ამასაც გამოვიყენებ ჟარგონით მოიწამლე ამ სფეროთი, ხო? დაინტერესდი და მოგინდა რომ უფრო მეტი სიღრმეები შეგესწავლა ამ მიმართულებებით. აი ერთმა ჩემმა მეგობარმა ამას წინათ ვითხოვე შენ მე მგონი ისეთი გასართობები მოგწონს რომელიც მაღალ სიზუსტესთან არის დაკავშირებული რა. აი სპორტებინას მაგათად შვილდის როლა მომწონს, აი ზუსტი რაღაცები მომწონს, მაგრამ და ეს მიკროჩიპების თემაც, ელექტრონიკის თემაც, აი რა გითხრათ, ჩვეულებრივი აზროვნებიდან მოითხოვს სხვანაირი ტიპის აზროვნებაზე გადასვლას, თუნდაც იმ მხრივ რომ შენ გიწევს გათვალო პროცესები, რომელიც წამში მილიარდობით ხდება. წამში მილიარდობით და ეს ჩვეულებრივ ცხოვრებაში თითქოს არ არის ადამიანი მიჩვეული, რომ ესეთ მცირე მონაკვეთებზე იფიქროს, ხო? რაც ძალიან აზარტულია თავისთავად რა. ძალიან სასარგებლო ვარჯიშია ტვინისთვის მსგავსი რაღაც. განათლების მხრივ რო გითხრა, თეორიული განათლება დიდი ესე უნივერსიტეტებში შევიძინე რაღაცა ისეთი და დიპლომი ავიღე, არ არის ეგრე. უფრო ლაბორატორიებში მაწონდა ყოფნა პრაქტიკა და კარგი კიდე ის იყო უნივერსიტეტებში, რომ მანამდე თუ მე თელ ცხოვრება მქონდა ის პრობლემა, რომ თუ რაღაცა ელექტროინჟინერიის ხარისხი დამაინტერესდებოდა ამაზე მოსაუბრეც კი არავინ არ ყავდა, მამაჩემი ავტოინჟინერია და ელექტროობაში იმდენად ვერ იყვეოდა, კი ვსაუბრობდით, მაგრამ მაინც დაბალ დონეზე, ასე ვთქვათ. და აი რა გითხრა, რო ეძებ ადამიანს, ვინც უბრალოდ იმ ენაზე დაგელაპარაკება, რომელ ენაზე შეგინდა რა. და უნივერსიტეტმა მომცა ეგრო ძალიან ჭკვიანი ხალხი გავიცანი, მათ შორის სტუდენტები, ლექტორები და ძალიან კარგი იყო რა, მაგხრივ უნივერსიტეტებთან ურთიერთობა. როგორც ილიაუმთან, მე აგრარული და თავისუფალ უნივერსიტეტში. ხო, მაგას ამბობთ, ნუ შენ სკოლის ასაკში და მაგ პერიოდში პრინციპში ბევრ სხვა ტიპის რობოტებს აკეთებდი. მე ამდენიმე ნახის მაქვს. სკოლის პერიოდში არა, უფრო აი ილიაუმში რომ მოვხვდი და რომ გავარკვიე მიკროჩიპები როგორ მუშაობდა და ნატურავად სიმციმე, მობილური საწყობა არ დავიწყე, ეგრევე დავიწყე გამნაღმელი რობოტის, ესეთი იდეა მქონდა, გამნაღმელი რობოტის საწყობა სოფელში. აბსოლუტური ჯართისგან ნაგავზე მიძებნია დეტალები, ველოსიპედი დავჭერი მეგობრის რო რაღაცა დეტალი ამომეღო და ყველაფერი გამოვიყენე, რაც შეიძლებოდა რომ გამომეყენებინა და რასაც მივწვი. და 3 წლის თავზე მქონდა უკვე აწყობილი რობოტი, დაახლოებით მეტრა 60 სანტიმეტრზე სიმაღლეში 80 სანტიმეტრი. დაახლოებით 20 კილომდე, 20-30 კილომდე, რომელსაც შეეძლო 2 კილომეტრ ნახევარზე უკაბელოთ ეარა, ვიდეო გამოსახულებას გადმოცემდა კომპიუტერში და კომპიუტერიდან მართავდი და ჩემივე დაწერილი პროგრამით პროგრამირება დღესაც კი არ ვიცი ნორმალურად და უბრალოდ ისეთი ძალიან მინდოდა ეგ გავაკეთებინა, რომ რა გითხრა, აი ძალიან 3 წელი მოვუნდი, რასაც ეხლა რომ ალბათ ორ კვირაში რომ მორჩებით რამე და შეიძლება დავშეთ ორ კვირაში გავალთ ბოლოში, მაგრამ ეგ მომენტი ალბათ იყო ერთ-ერთი გარდამტეხი, ხო, შენი ცხოვრების. კი, აი რა გითხრა, ეგ იყო განამარტო ტექნოლოგიურად, არამედ ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად. აი შენ ეს შეიგიძლია. იმდენად რთულ პირობებში გავაკეთე ეგ,
რომ მაგის მერე წმენა გამეზარდა საკუთარი თავის, რომ თუ მე იქ სადღაც სოფელში ნაგვიდან აკრეფილი იმით მოვახერხე რომ ამეწყო რობოტი და ემუშავა იმ რობოტს, მაშინ რა ვიცი რა უკეთეს სიტუაციაში კიდე აი ეს ღადის რო არის, ტონი სტარკში რო არის, რა ეუნება ტონი სტარკმა ეს გავგაბულში რეაქტორზე It's impossible. Tony Stark was able to build this in a cave. კი, გამოცდილება საკუთარი თავის შეცნობის ხრივ რამდენი შეგიძლია რომ გაუძლო, მე ის რომ საბოლოოდ მაგ მომენტში მე მივხვდი რომ მე ის კეთებაც მინდა და მე მართლა მიყვარს რაღაც კეთება ვერ შევეშვები დრომს გადავწყვიტო მე იმას ვერ შევეშვები იმიტომ რომ დოჩანაშვილი როგორც იტყოდა შეუძლებლობა მჭირს არ კეთებისა რაღაცის კეთება თუ მინდება არ შემიძლია რომ არ გავაკეთო ის რაღაც ვერ ვისვენებ ვერ ვიძინებ რა ბევრ ადამიანს შემჩნევია მსგავსი რამე უბრალოდ პატარა ასაკში ნებდებიან ხოლმე თორე ბევრ მით უმეტეს ქართველებს შეუპოვარი ბუნება გვაქვს და შენს აი ამ შეუპოვრობით მაგ რობოტმაც პრინციპში და შემა მიზანი მიმართულება მოგახვედრა მერე მომახვედრა თავისუფალ უნივერსიტეტში კახასთან ისტორია იყო ასეთი რომ მორჩი ამ რობოტის აწყობა სადღაც ხომ უნდა წავიღო ხო მე რაც ფილმებში მინახია წარმომიდგენია რომ სახში ესეთი ტიპები რაღაცას რო აწყობენ მე როცა თავრობები იტაცებენ და ხო და თავრობები იტაცებენ საიდუმლო ტექნოლოგია და რაღაცა მე მაგალ ლაბორატორიებში მუშაობენ რა მე არ იყო ჩემი სურვილი, მაგრამ რჩევით, ცადე მაშინ 2012 წელს მე მგონი, თუ 11 წელს თავდაცვის სამინისტროში მისვლა და რაღაცა 60 კვადრატულ ოთახს ვითხოვდი და პატარა დაფინანსებას რომ მსგავსი ტექნოლოგიები გვეცადა, განა რაღაცას ვიძახდი რომ ის. რაზეც ძალიან ცუდი რეაქცია მივიღე მაშინ თავდაცვის სამინისტროში ფაქტობრივად მაგინეს და ისე გამომაგდეს, რაც გასაკვირი იყო ჩემთვის, რატომ მაგინეს ვერ მივხვდი. მე იყო პრეზიდენტს მივწერე წერილი და იქიდან ფაქტობრივად პასუხი მომივიდა რომ წადი ბანკში აიღეს ეს ხიდა რაც გინდა გააკეთე და მაგ მომენტში გავიგე რომ კახა ბენდუქიძე თავისუფალი უნივერსიტეტი გადმოაქვს აგრარულში და თვითონ აგრარულ უნივერსიტეტში აპირებს ელექტროინჟინერიის და რობოტიკის მიმართულების გახსნას ერთ-ერთი ჩვენი სოფლელი სწავლობდა თავისუფალში და იმან მომიყვა ეგ ამბავი და მახსოვს გლდანში ახმეტილის მეტროსთან ლეპტოპი გავხსენი დავიჭირე თბილისი ლავი ინტერნეტი უფასო ინტერნეტი და Facebook-ზე მოვძებნე კახა ბენდუქიძე და მივწერე რომ აი ესეთი ტიპი ვარ ქსორელი ბიჭი ვარ ვაწყობ რობოტებს და ვიცი რომ გაინტერესებს თქვენს და ვითანამშრომლობთ და თქვენ ესეთი რაღაცა მივწერე და ისედაც მიპასუხა კახა ნომერი მომთხოვა და მითხრა რომ დაგიკავშირდებიან და მართლაც დამიკავშირდნენ ლაბორატორიის ხელმძღვანელი ზვიად სულაბერიძე მივედი გავიცანი ზვიადი და რა გითხრა ახთუანებული დავჭი მეც და ზვიადიც და მას მე 8 წელი მაინც გავატარე თავისუფალ უნივერსიტეტში და აგრარულ უნივერსიტეტში ლაბორატორიაში მაქსის ლაბორატორიაში და რობოტიკის ლაბორატორიაში და იყო საოცრება იყოფნა და მაგ პერიოდიდან დაიწყო მე მგონი შენი სტარტაპებთან შეღება მალევე დაიწყო სტარტაპები ჰაკათონებით და სხვა ტიპის პროექტები მაგდროს კი 2013 წელს მოვხდი მე აგრარულში და თავისუფალში და 2014 წელს ჩატარდა მე მგონი უკვე პირველი ჰაკათონი რა რომელზეც უკვე გასული ვიყავით მე ლაშა გეწაძე ქონდა რაღაცა პროექტები კი ზოგადად სხვა შორის ძალიან საინტერესო ამბავია რომ ახლა თქვენი პირველი პროექტი რომელზეც მე დუბაიში მუშაობთ ხო ეს ხელისა რობოტი ხელი იყო რომელიც VR-თან თავსებადი იყო რეალობის ხელთათმანი ხო აი ბოლო რამდენიმე თვია და პრინციპში რამდენიმე წელია მაგ ტექნოლოგიაზე მუშაობენ და ეხლა დაიდო ასე თქვის ვიდეო სადაც ნუ რაღაცა იდენტურად თქვენი პროტოტიპის მსგავსი იყო რომელიც თქვენ 2015-16 წლებში უკვე 2016-ში დაჟე გაკეთებული გავყიდეთ ერთი ვერსია და მაგაც რომ მოგვიყვა ერთი ორი სიტყვა რა იმიტომ რომ ძალიან გადავადეთ ვაჩვენებს ეგ იდეა მე პირადად ვნახე პირველ ჰაკათონზე იმ გუნდში რომელიც მაგას აპირებდა რომ გაეკეთებინა მე არ ვიყავი მე სხვა იდეით ვიყავი სხვა გუნდში თუმცა გავიცანით იქ ერთმანეთი და იდეა მდებარეობდა ეგეთ რაღაცაში რომ აი ფილმი მატრიციდან წამოვიდა რომ მოდი ვცადოთ ვირტუალურ რეალობასთან მეტი შეგრძნების ორგანოებით დაკავშირება მარტო კლავიატურა და მაუსი კლასიკური მიდგომა უვინდოდა რომ შეგვეცვალა კომპიუტერთან და ამიტომ თან მაშინ ირებელად გამოჩნდა ხელმისაწვდომად VR სათვალეები Oculus Rift-ის პირველი ვერსია რომელიც ჰქონდა უნივერსიტეტში ჩვენ და გაძლევდა უკვე მაგის საშუალებას რომ გეცადა ვირტუალურ რეალობაზე რაღაცეები იდეა მდგომარეობდა იმაში რომ
გაგვეკეთებინა ხელთათმანები, რომელსაც რო ჩაიცნობდი, ერთ-ერთში გაიმეორებდა შენი ხელის მოძრაობას ვირტუალურ ხელზე. და თავარი მუღამი იყო, რომ ვირტუალური ხელით თუ რამეს შეეხებოდი, მაგალითად თამაშ რაღაც ჯეტიაში თუ ჯეტიას გმირი მანქანის კარს გააღებდა და ხელზე იგრძნობდა რეალურ ხელზე მოთამაშე იგრძნობდა ამ კარის გაღებას, სიმყარის შეხებას იგრძნობდა ობიექტის, აი მაგალითად თუ თამაში ვაშლს დაიჭერდა ტიპი, რეალურად ხელზე იგრძნობდი ვაშლის ფორმას. რამდენიმე ვარიანტი გავაკეთეთ, სხვადასხვანაირი პროტოტიპები, მექანიკური ჩამკეტებით, ვიბრაციის ძრავებით, აი ნაირ-ნაირი რაღაცები ვცადეთ. კიდე მქონდა ეგეთი ფიდბექი, რომ ტემპერატურასაც გრძნობდა, თუ მაგალითად თოვლი იყო თამაშის ხელები გეყინებოდა, თუ ცეცხლი ან რაღაც სიმხოლე იყო, გიცხელდებოდა. მაგ სტარტაპით მოვხდით დუბაიში, ჩვენ და კიდე 2-3 სტარტაპი ქართული, აქსელერატორში, ბიზნეს აქსელერატორში, Turnitin, ეგეთი აქსელერატორი იყო, ტექნოპარკმა ჩამოიყვანა მაშინ. და გავიარეთ იქ 6 თვიანი აქსელერაციის კურსი, მუშაობდით აბუ-დაბიში, ერთ-ერთ უნივერსიტეტში, Masdar City არის ეგეთი უნივერსიტეტი, იმათ ლაბორატორიებს ვიყენებდით და რა გამოცდილების ხრივ იყო, რომ მივდიოდით დუბაიში. გვეგონა რომ 3-4 თვეში ჩვენ მილიონერები ვიქნებოდით. მილიონერი ახლაც არა ვარ. შორს ავარ ძალიან მანდედან. მაგრამ რო ჩამოვედი დუბაიდან ხო 6 თვეში. უკვე ეგეთი ფიქრები აღარ მქონდა, ანუ ვისწავლე, დავინახე რეალურად როგორ ხდება ეგ და უკვე მე-10 წელია სტარტაპებში ვარ ხო და ჯერ მილიონერი არა ვარ. თუმცა ეგრეც არ ყოფილა რომ ჯახდა, მაგრამ ყველაზე რთული მიმართულება აიღე შენ hardware-ი ხო, hardware-ი 13-ეს სოფლიოში რთულია. ვერ იტყვი რომ მოთხოვნადი არ არის, ძალიან მოთხოვნადია. მაგრამ რთულია, იმიტომ რომ მეტი რესურსი უნდა, მეტი დრო, ფართობი და რაღაცა ხა თუ მარტო ვებ რაღაცა პროექტი გაქვს, კომპიუტერი გჭირდება ხო, არაფერი და პროგრამისტი. ხო და საქართველოში მით უმეტეს ძალიან რთულია hardware-ი, იმიტომ რომ ჩვენთან არც ბაზარია, არც ბაზებია, მაშინ ქვეყნის მასშტაბით ალბათ 1-2 CNC იმედი მაქვს იქნებოდა. არისო, მე მგონი საერთოდ CNC ჩარხები ხო? ეხლა კიდე არის გაჩნდა იფაბლობშიც და ბევრგან. ხო და მაშინ კიდე უფრო რთული იყო. 6 თვის მერე რომ ჩამოვედით, აქ გავაგრძელეთ მუშაობა. საინტერესო ის არის, რომ იმიტომ ჩამოვედით, გთხოვეს იქ დარჩენა იმ უნივერსიტეტში, მაგრამ იმიტომ ჩამოვედით, რომ თავისუფალ უნივერსიტეტში უკეთესი პირობები გქონდა. კომფორტის ხრივ, ანუ თავისუფალ უნივერსიტეტში შეგვეძლო 24 საათი გვეცხოვრა იქ და გვემუშავა როგორც გვინდა და აბუ-დაბიში 6 საათზე უნდა დაკეტილიყო ლაბორატორია და ასე შემდეგ რა რაღაც რეჟიმებში და აი ამ დისკომფორტის გამო წამოვედით აქეთ და რა გითხრა მე ბევრ კონკურსში მივიღეთ Google Science Fair-ში მივიღეთ მონაწილეობა ათეულში მოვხდით მაშინ განავითარეთ ეგ პროექტი, მაგრამ ბოლომდე მაინც ისეთი რაღაც მოხდა რომ 2016 წელს მე მგონი Zuckerberg-ი გამოვიდა ერთ-ერთ პრეზენტაციაზე და ეგეთი რაღაც თქვა რომ ვირტუალური რეალობის მოწყობილობები წამოვა, ხელთათმანები, საფთვალეები, ეს რაღაცები შეიქმნება და ძალიან საჭიროც იქნება, მაგრამ მომდევნო 5 წელი არაფერი მაგ მიმართულებით არ იქნება და მაგის მერე ფაქტიურად გაჩერდა ეგ პროექტი, იმიტომ რომ ვერ აღწევთ ინვესტორს უკვე ვეღარ ეუბნებოდი რომ იცი რა ეს კაი იდეა. და ეს არის პერიოდი, ხო? გავიდა 5 წელი 6 წელი და წამოვიდა ნამდვილად. იმიტომ რომ ეფიმაც გამოუშვა თავისი. ანუ Zuckerberg-ს მაშინ არც დაუმალია რომ თვითონ იმუშავებდნენ მაგაზე. Zuckerberg-მა მომენტში იყიდა Oculus Rift-ი მაგალითად, ხო? დიდმა კომპანიებმა კი Sony-მა გააკეთა მაგალითად პატენტი იმ ტექნოლოგიაზე, რომელსაც ჩვენ ვიყენებდით. ეხლა ვერ გეტყვი რომ იმათმა ჩვენზე ადრე მოიფიქრეს ან ჩვენ იმათზე ადრე მოიფიქრეთ, მაგრამ ფაქტია რომ ჩვენ რო დუბაიში ჩავედით და პრეზენტირება რო დავიწყეთ ჩვენი იდეის, 4 თვეში Sony-მ დააპატენტა ზუსტად იგივე იდეა, როგორ უნდა აიღო შეგრძნებები ვირტუალურ რეალობიდან. ხო და რავი, აი ეგ ტექნოლოგიებში სულ ესე. დღეს მაქვს ისე მუშა ვერსია, მაგხელთათმანის ერთი ვერსია. მე მგონი სამე ერთი ფოტო შეიძლება ჩავსვათ, ხო? თუ გამოგვიგზავნე. კიდევ მოახერხი რომ წამომეღო, თორე. და ფაქტობრივად აი ამ მომენტიდან დაიწყო შენი სტარტაპებში რაღაცა შენი კარიერა, სტარტაპებში კარიერა შეიძლება ეს დავარქვათ. ხო. და შენი მიზანი ხა იმ თავიდან შესაძლოა გავაკეთე Iron Man-ი, იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან გიყვარს და რაღაც ერთ-ერთი პირობაც იყო ეხლა იმ მოქმედ მაგაზე ზოგადად საზოგადოებაში იმდენი ლაპარაკი რომ ეხლა ვეღარ ვიტყვი რომ არ მინდა ხო რომ არ მინდოდეს უმეციბულად ხო იმდენი მაქვს უკვე რა მაგმართულებით Iron Man-ს რაც შეეხება რა გითხრა ყოველთვის ბავშვობიდან მინდოდა ისეთი
ასაცმელი ან კოსტუმი მქონოდა, რომელიც საშუალებას მომძებნა ნებისმიერ პირობებში, რაც შეიძლება რომ დედამიწაზე შეიქმნას, და ბიძგზო დაცულად თავი ეს იქნება მაღალი ტემპერატურები, ხანძრები, სიცივეები თუ რაც არ უნდა იყოს, რო ჩამაგდო ნებისმიერ პირობებში გადავრჩე და Iron Man-ი რო ნახე ფილმი გამოშვდები რა ერთ-ერთში ეგ არის და მაგის მერე აი ამის მიუხედავად რა კიდევ რა არის რაც მაგალითად აი კომიქსების სამყაროდან მაგ პერსონაჟს გამოუშვებს გარდა იმისა რაც შენ ხა თქვი ხო ერთია დაცულად ხარ და რაღაც მაგარი კოსტუმი აქვს სუპერ კოსტუმი აქვს მაგრამ თვითონ პერსონაჟი რამდენად არის სიმპათიები გაქვს მის მიმართ თუ როგორ არის ეგ ხო, ფილანთროპია რა. კი, შეიძლება სიმპათია გქონდეს, ცოტა უხეშია ჩემთვის, მე ცოტა სხვანაირი პიროვნება ვარ და უფრო სითბოს ვაფასებ ადამიანებში, ვიდრე სტონი სტარკის ან ჰაუსის სნაიპერს. ხო, მაგრამ ნუ აი ჩემ პლანეტელია, ჩემთვის ეგ არის საინტერესო, რომ მე როგორც ვიცი კომიქსების მიხედვით ფილმებში არ ჩანს ეგ, მაგრამ უცხო პლანეტელია. აი ჩემს ერთ-ერთი მთავარი რის გამოც Iron Man-ი მომწონს პერსონაჟში, რომ სხვა სუპერმენ გმირებისგან განსხვავებით, ამას სუპერ ძალები თავის გონებრივ ადამიანია ჩვეულებრივი. ისი ფული და გონებრივ შესაძლებლობებია რა. რეალისტურია. რეალისტურია შედარებით და იგივე როგორც აი DC კომიქსებში შეიძლება ბეტმენი აიღო რა, მაგრამ ბეტმენი უფრო ისეთია ნაკლებად საინტერესო ჩემთვის რა. ბეტმენს ემაითი არა აქ დამთავრებული. განსხვავება რა, განსხვავება თორე. ალფრედი ყავს და ასე შეიძლება. ალფრედს აქვს დავზარებული აშკარად. კი. მე აი Iron Man-ის გამო ფაქტობრივად ნუ ერთ-ერთი პირობა იყო ხო ეს გონი აი ახლა მოქმედ სტარტაპის რო ვისაუბროთ Elven Technologies-საც უკვე ძალიან Iron Man-ის საწყობა საქართველოში კი არა ამერიკაშიც რომ მოგინდეს ჩემი აზრით ძალიან ძნელია რომ მაგისთვის ინვესტიცია და რაღაცა იშოვო ხო იმიტომ რომ ყველა შეხედავს არასერიოზულად თუმცა ამერიკელები აწყობენ მსგავს რაღაცებს და ალბათ სხვა ქვეყნებიც ჩემთვის სტარტაპები ფუნდამენტურად არა, მაგრამ ერთ-ერთი რატომაც სტარტაპებში გავაგზავნე მოღვაწეობა იყო ის, რომ მქონდა არჩევანის საშუალება რანაირ სტარტაპებში. საქართველოში რო წამოვიდა და წამოვიდა სტარტაპები, თითქმის ყველა hardware სტარტაპი მიკავშირდებოდა და თავაზობდა რა. ვიღაცებს თანხმდებოდი, ვიღაცებს არა და ამას ძირითადად ვარჩევდი იმით, რომ თუ ეს პროექტი მოიცავდა Iron Man-ის კოსტუმის რამე დეტალს თანხმდებოდი. ნაწილ ხო, რომ ნაწილ მაინც ელდათ დაიწყე და მაინც ხო აი მაგალითად ვიღაცა მოგწა ახლა მილიონი, ისაც მაინც ხო რაღაცით ერთით იწყებ, ხო ყველაფერს ერთად ვარ აკეთებ შლემებს გათხოვებას, აი ყველაფერს ერთად ვარ აკეთებ რა. და მაგიტო წლებზე და სტარტაპებზე გავშალე იდეა, ასე თქვა და მხოლოდ ისეთ სტარტაპებს დავხდებოდი, რომელიც Iron Man-ის დეტალი იყო. დაწყებული მაგ ინტერაქტიული ხელთათმანიდან, შემდეგ იყო Hand for Help-ი, ამპუტირებული ხელისთვის პროტეზები, ტვინით მართვადი პროტეზები, რაც გამოგვივიდა გავაკეთეთ რაღაც 6 წლის ბავშვს დაუმაგრეთ და ტვინით მართავდა. მერე იყო მაგასთან ერთად პარალელურად იყო კნიკი, ცოტა მივეხმარე, არაფერი ისეთი მონაწილეობა არ და ნუ ერთ-ერთი ყველა წარმატებული hardware სტარტაპად შეიძლება ჩაიდოს ქართულზე, ჯერჯერობით, ხო ეს? კი, აბა და საზღვრებს დიდი ხანია და ბერლინში აქვს მაღაზია და კი. მოვიშეკავთ. მოგითხოვ აუცილებლად. შემდეგ იყო Elven-ი თუ მან იყო კიდე რამე? შემდეგი იყო ერთი იცი რომელი სტარტაპი კიდე Triplex-ი ბორჯომში ხეებს რო გავდნენ. აი მან მაგალითად ის fake სასუნთქი აპარატი იყო ჩემი აწყობილი ერთიც რა გითხრა მთელი სოფლიო ალაპარაკეს რა იაპონელებმა დარეკეს სამ დღეში ჩამოდით ვიხდით ფულსო რა. და სინამდვილეში იყო აქცენტი გაკეთებული ხეების დარგვაზე რომ თუ ხეებს არ დარგვათ მალე სასუნთქი. ძალიან მაგარი კამპანია იყო თან მაგ პერიოდში აი ბორჯომის ხანძრები დაემთხვა რაღაცები და რაცა ბორჯომში ომის დროს გადამწვარი ტყე დარგეს მერე სამწუხაროდ რამდენიმე წელიწადში კიდე დაიწვა ის ნარგავები. ეხლა არ ვიცი როგორ არის. კი, საინტერესო სტარტაპი იყო. მანდაც მომწია შეხება. კიდე რომელი სტარტაპი იყო შენ ხოლმე გასულს ამ იმდენ? მე აი მაგის მერე Elven-თან ახტომი ესე. Elven-ამდე არაფერი არ იყო შუაში. Elven-ამდე კი, რაღაცები ჩემთვის აი პარალელურად ამ სტარტაპებისა. მე ყოველთვის მაქვს ჩემი ოთახი და ჩემი საჭმელი კედელაობები რა, ასე ვთქვათ. ეხლა მაგალითად თან დრონებს ტესტავ ის აი ჰობები რასაც მივდევ ბოლომდე რა ასე ვთქვათ. ხო რაღაც არ ვიცი მაწუხებს. ეგ სამყარო რა შენ რაღაცა ერთ ჰობის და პრინციპში შეიძლება არც თუ ისე ჰობის მხოლოდ დონეზე ეს ავიაციის თემა და დრონების და თვითმფრინავების თემა რა მე მგონი ძალიან ის არის ხო ყოველდღიურობა თუ არა ძალიან ნაწილი შენ. ალბათ პირველი პროფესია რომელიც თქვი რომ გავხდებოდი 6 წლის ასაკში იყო მფრინავი. Papa ჩემის ძმა იყო მფრინავი და არ შეიძლება მაგანაც განაპირობა სახლის სავსე ქონა თვითმფრინავების სურათებით.
ხშირად არ მიწევდა ურთიერთობა, მაგრამ მაინც ის ფაქტი, რომ პაპაჩემის ძმაც იყო სოფლიდან და შეძლო რომ სოფლელმა ბიჭმა ყველანაირი დახმარების გარეშე მაშინ მოხვედრილიყო მოსკოვის რაღაც ავიაციო უნივერსიტეტში და დაემთავრებინა და ესეთ ლეგენდა დადიოდა ოჯახში რომ 360 კურს დამთავრებულიდან ერთადერთი ქართველი იყო და რაღაცა ეგ ბავშვობიდან მაძლევდა იმის რწმენას რომ არანაირი განსხვავება არ აქვს რა შენ თუ მოგინდება და მომცა ნამდვილად ეგ პაპაჩემის მაგალითად რომ მიაღწევ რა თუ გინდა მიაღწევ სოფლიდანაც მიაღწევ რა სული გზა არა თუ შესაბამისი ენერგიას ჩადებ რა მარტივი წამოწოლა და ტელევიზორს ყურება. ნამდვილად. ჭირკეტელობით რაღაც სხვა პროექტებს აკეთებ, რა თქმა უნდა. კი. საფრენ აპარატებს, რავი, ბევრი მიმართულებით ძალიან. ძირითადად ჰობი რა, ეს რაღაც ფრისტაილი FPV დრონები. Fixed wing-იც გავყო მეგონი. Fixed wing-იც ხო, არ მომწონს ჯაყჯაყებს ძალიან fixed wing-ები და ჯერ რო დრონზე დაიწყებ დრონის მართვას მაგათი FPV დრონის მართვას დაიწყებ და მე რო გადადიხარ fixed wing-ზე სხვა შეგრძნება აქვს. ხო, კამერას ვერ ეგუები რა თუ გიმბალი არ გეყენია სტაბილიზაციისთვის ვერ ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ეგრეა. თუმცა დედამიწაზე ვინც კი მაგ ხობებს მისდევს უმეტესობა fixed wing-იდან დაიწყო და მე გადავიდა და ხო დრონზე და ამიტომ იქ იმაზე მეგონი პრობლემა არ აქვს. მე ეგ დამემართა რომ დრონიდან გადავედი ფიქსვინგის. თუმცა ძალიან კაია ფიქსვინგიც, რა დიდი ხანი დაფრინავს შორმანძილებზე დაფრინავს. და დაკვირვება დაზვეროს რაღაც თუნდაც ბუნებით დაწყვეტილებს. ხო რა, კი, მე მაგალითად სოფელში ხან მიწეს რომ ეზობლის დაკარგული ძროხები მოუწევენ და ასე შემდეგ. პრაქტიკული კი, საკმაოდ დანიშნულება უყურე. ფონია შემთხვევა, როცა დაკარგულ ადამიანსაც ვეძებდი, სამწუხაროდ ვერ ვიპოვე. მაგრამ დინარეზე დაკარგულ ადამიანსაც ვეძებდი დაახლოებით 20 კილომეტრის მანძილზე ხეობაში. კი, საკმაოდ გამოსაყენებელი რამეა. მე ბავშვობაში ბევრჯერ იალაღებზე ძროხებს როცა ვაძოვებდი მინატრია მსგავსი რაღაცა მქონდეს მეთქი ახლა სახში ჩაუშვა და წყალი ამომიტანოს ან რაღაცა ეგეთი და AI კამერით დაწეკავ ძროხებს დათვლი რაოდენობას. დღეს ხო ეკრო ყველაფერი ძალიან მარტივი ამბავი ხო? გიო, აი ელვენამდეც მინდა რომ მივიდეთ, ბარემ, იმიტომ რომ შენი ბოლო რამდენიმე წელია აი აქტიურად ხარ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდ ხნიანი სტარტაპი. მაგდენი ხანი არც ეს სტარტაპში არ გავჩერებული ვარ. წარმატების ხრივაც რო ვთქვა, ესეთი შორს არც ერთი სტარტაპი არ გასულა, რომელშიც ყოფილი ვარ. თუ კნიკსაც ჩავთვით, კნიკი ურასულია ბოლოში. რა გითხრა, ელვენი? მოდი რა არის ელვენი? ელვენ ტექნოლოჯი. ვინ ხართ და რა საკეთებთ და რა უბრალოდ ბევრ რაღაცას საკეთებთ, მაგრამ საიდან დაიწყეთ და ეხლა რა შვებით? დავიწყეთ იქედან რომ ელვენის იდეის ავტორი არის ვამეხი ხეხეულიძე, CEO ჩვენი. ვამეხი რო ცხოვრობდა ისრაელში ექიმია და იქ მოღვაწეობდა რამდენიმე წელი და ვერ იტანს სიცხეს ძალიან და გაუჩნდა ეგეთი პრეტენზია რომ რატო არა გვაქვს ესეთი დასაცმელი რომ გაგრილების სისტემა ქონდეს რა ჩართო ჩაიიარო რა და მაგ დროს დამიკავშირდა მე რომ აი ესეთი იდეა მაქვს საქართველოში ვიყავი არც ესეთი კანონმდებლობაში მაგ მომენტისთვის ჯანმრთელობის ხრი და მითხრა რომ ესეთი იდეა მაქვს რაღაცა დასაცმელი მინდა შევქმნას ვანაი მე უთხარი ერთადერთი რამე ეხლა რაზეც ვინმეს დავდახტები არის პირდაპირ აირონმენის კოსტუმი რა თუ შენ აპირებ რომ ეს დასაცმელი აირონმენის კოსტუმად აქციო მაშინ ხო თუ არა და მეთქი გამანებით და კიო, ნახდათ აირონმენის ვაპირებო და დავიწყეთ ეგრე მუშაობა მე და ვამეხი დავაფუძნეთ ელვენ ტექნოლოჯი იმან იქ მე აქ ისი დასაცმელს კერავდა მე აქ გაგრილების სისტემას ვაწყობდი და ამდენიმე თვეში ჩამოვიდა ვამეხი და შევაერთეთ და ეს ჩვენი სისტემები და იმუშავა ძალიან შთამბეჭდავი მომენტი იყო ფაქტობრივად მანდ გავიცანით მე და ვამეხი ერთმანეთი მაგის მერე მოკლედ იდეა რა შეიძლება ვამეხი ექსპერიმენტებისას აღმოაჩინა მასალების შერევა კომპოზიტი რა რამდენიმე მასალის შერევა ერთმანეთში ისეთი რომელიც კარგად უძლებს სითხეებს და ამავდროულად ცეცხლს არ ატარებს და არის გაძლევს საშუალებას რომ შეკერო ანუ ნაჭრებია ძირითადად რა ხო კერვადია რა რაც არ არის ფუფუნება რა იმიტომ ძალიან ბევრი მასალა არსებობს რომელიც ეგეთ ტემპერატურებს უძლებს 2000-ს 3000 გრადუსებს მაგრამ ძირითადად ეს მასალები არის ყველა კერამიკული ხასიათის და არ არის მოქნილი იმტრევა და ბევრ რაღაცაში ვერ ვიყენებთ რა და ჩვენ ვამეხი აღმოაჩინა ესეთი სენდვიჩი, ასე ვთქვათ, კომბინაცია მასალების, რომელიც უძლებს ძალიან მაღალ ტემპერატურას პირდაპირ მშობულ ცეცხლსაც. იდეა თავიდან განვავითარეთ ისე, რომ შეგვექმნა კოსმოსური კოსტუმები. აირონმენის კოსტუმი კი არა, არამედ კოსმოსური კოსტუმი, იმიტომ რომ დღესაც კი, რავი, დედამიწაზე მე მგონი 12 კოსმოსური კოსტუმი არსებობს, ისეთი კოსტუმი, რომელთაც ღია სივრცეში, ღია კოსმოსში შეუძლია გასვლა კოსმოსს, არა ის, რომელიც ხომალდ შეცვია, არამედ გარეთ რომელთაც გადის. ეგეთი ბევრი და იქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ
ალბათ მეც თავის დროზე სამ თქვენგან გავიგებდი პრინციპში, წარმოდგენა მქონდა რომ კოსმოსში ცხელა და უბრალოდ ცივა და სამსა გაათქვა, ხო. და თურმე ამის საპირისპირო არის. პირიქით არის, კი, ჩვენც აი ესე მარტივად რო წარმოიდგინეთ, თითქოს -200 გრადუსია და უნდა გაათბო როგორმე რა. და არა, ადამიანს თუ ჰერმეტულად ჩაკეტავ თავისი ოდნავ დიდ ოთახში, 15 წუთში თავისი ორთქლით მოიხარშება რა. ამიტომ კოსმოსში აი ეს უკანო დიდი მაცივარი კიდიათ, მართლა მაცივარია და მართლა გაგრილებისთვის არის ეგ. და ეგ კოსტუმები არის დადიზაინებული 60-იანებში და იმის მერე არაფერი დიდი ეხლა კი ცდილობს NASA 10 წელიან, მაგრამ თვითონ გამოდის და იძახის რომ ვერა და თვითონ NASA-ს გააქვს აუთსორსზე უკვე რომ სხვა კომპანიებს დაავალოს აწყობა. ანუ უდიდესი პრობლემა რაც არის და მუშაობს, ისაც კი პრობლემულია, იმიტომ რომ ნორმალურად სახრახნის ვერ იჭერენ ხელში, ვერ გადაადგილდებიან და ასე შემდეგ რა. ჩაცმა გახდას და სინქრონიზაციის წნევების და რაღაცას ხო საათები ჭირდება რა. ხო და მაგიტო ავდექით და ის წავედით მაგმიმართულებით რომ მოდი კოსმოსური კოსტუმისკენ წავიდეთ რა. კოსმოსური კოსტუმი შედგება დაახლოებით 7 ტექნოლოგიისგან, რომელიც აუცილებელია რომ ადამიანი ცოცხალი დარჩეს კოსტუმში. სხვანაირად რო წარმოიდგინო, ეს არის პატარა ზომის ხომალდი. ყველაფერი აქვს, რაც ხომალდს აქვს რა. ყველაფერი ძრავებიც, სასუნთქი სისტემის ყველაფერი, წნევის რეგულატორებიც და ასე შემდეგ. ერთ-ერთი რაც აქვს არის ტემპერატურული დაცვის შრე და გაგრილების სისტემა. და რახან ჩვენ ეს მასალა გქონდა, ავდექით და დავიწყეთ მსგავს რაღაცებზე ტესტირება. ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას რასაც წავაწყდით, არც ერთ მავიცოდით კერვა. და რავი ჩვენ რო შევკერეთ მკლავი არა გავდა რა მკლავს. დავიწყეთ ძებნა მკერავების. ფაქტიურად ვერ ვიპოვეთ. 2 წლის მანძილზე საქართველოში ვერ ვიპოვეთ მკერავი, რომელიც შეკერავდა მსგავს რაღაცას. ამასობაში დაგვემატა გუნდში სანდრიკო, ვამეხის ყოფილი სტუდენტი. მოგიცხვა სანდრიკო. ესა ჩვენი მეგობარი. დნმ-ის ინჟინერი კაცი. იმ სუფთა მეცნიერული მეთოდების კაცი დღემდე ექსპერიმენტებს გეგმავს, ეგ როგორ უნდა განხორციელდეს ექსპერიმენტები. მე და ვამეხი აბსოლუტური ჟარგონს გამოიყენე, ნირიახები ვართ მაგამ ბავშვი, იმიტომ რომ პირველი კოსტუმის ტესტირებაზე გვინდოდა რომ მე ანუ ვამეხ ჩაგვეცვა და შევსულიყავით 1200 გრადუსიან ცეცხლში და გაგვეტესტა კოსტუმი ეგრე. რაზეც სანდრიკომ გადაგვაფიქრებინა რა. და ძალიან კარგი საქმეა. მადლობა სანდრიკო. ძალიან კარგი წნევია. არა, კარგად ჩავთავრდა მე ეს ექსპერიმენტი, ალახი მაქვს, მაგრამ მანეკენს ცოტა ბარკალი დაეწვა. ბარკალი. ხო, კიდე კაი ახლა სისულელე იყო ხო ტექნიკურად სიგიჟია რომ პირველი ექსპერიმენტზე ადამიანის ჩასვაში. მე 4 ექსპერიმენტზე ჩავსვით უკვე ადამიანში, იმიტომ პროფესიონალი ადამიანი უკვე რა. ხო, მე სანდრიკომ იპოვა ბელა კოსტუმების დიზაინერი, ჩვენ დღევანდელი, რომელიც სასწაული გამოდგა, ჩვენ რო აი მანამდე 4 კუთხედ ფორმასაც კი ვერ ვიღებდით უბრალო ფორმას, ბელა ბეტმენის კოსტუმების კერვა დაიწყო სადამასალით რა. და რა გითხრათ, დავიწყეთ სრული კოსტუმების ტესტირება. ეს კოსტუმები არ იყო გათვლილი, ბეხან იმაზე რა ქვია, კოსმონავტის კოსტუმის შიდა შეზე. პირდაპირ პროდუქტის გაკეთება ვცადეთ, რახან შეგვეძლო ესეთი შრისგან კოსტუმი აგვეწყო, ავდექით და მეხანძრის კოსტუმის ფორმა მივეცით და დავიწყეთ მეხანძრის კოსტუმის ტესტირება, სხვათა შორის საქართველოს სახანძრო დეპარტამენტებთან ერთად. და ძალიან სახალისო იყო, საინტერესო. ყველაფერი მთელი ექსპერიმენტი ჩვენ მოვაწყეთ, ჩვენ დავდგით თავის ყველაფრით რა ტექნიკური რა ცეცხლი საიდან გამოდის, რა ზომავს. ეგეთ პრობლემას წავაწყდით, რახან ჩვენ ვერ ვიცმევდით ამ კოსტუმს და ისე ვერ ტესტავდით. გვინდოდა მანეკენი, რომელსაც ჩააცმევ და არსებობს ესეთი მანეკენები, რითიც ტესტავენ კოსტუმს. crash test-ებს. ხო, ჩვენი პოდკასტის არხის სახელიც მაგიდან მოდის. კი. ხო და ეგეთ მანეკენი რომ მოვძებნეთ, ყველაზე იაფიანი რაც ავნახეთ, მანეკენი, რომელსაც ტემპერატურის სენსორები აქვს განაწილებული სხეულზე, ღირდა $500,000-მდე თავისი აპარატურით. ავდექით და ჩვენ თვითონ ავაწყეთ მანეკენი, რომელიც ალბათ მაქსიმუმ $2,000 დაჯდა, 48 წერტილში ზომავს ტემპერატურას. და ჩვენივად იმუშავა იდეაში იმ საქმისთვის, რაც გვინდოდა. მოდი აი აქ ვიდეოს ვაჩვენებთ მან და თან მაყურებელს აუხსნათ რა ხდებოდა მაგ ექსპერიმენტში და რა შედეგები დადეთ რა. მე აი თანამედროვე ყველაზე ხარისხიანი კოსტუმი როგორც ვიცი არის 8 წამამდე აი ცეცხლის ალში მიზანი იყო რომ დედამიწაზე ყველაზე კარგი სახანძრო კოსტუმისთვის გვეჯობნა. ეგ 1200 გრადუს პირდაპირ მიშვებული ცეცხლში. ეგ პირდაპირ მიშვებული არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ შენ თუ უბრალოდ ღუმელში იჯდები სადაც 1200 გრადუსია, შეიძლება გაცილებით დიდ ხანს გაუძლოს
ასაც მოვიდა, როცა პირდაპირ ალი ეხება, უშუალოდ იწვევს ქსოვილების წვას, ძაფების დაწვას მაგალითად და იწყება კოსტუმი იშლება რა ფაქტიურად და ამერიკული კოსტუმი ეგეთ პირობებს უძლებს 8-10 წამი მაქსიმუმ და მე კონსტრუქციულად იშლება. და ჩვენი მიზანი იყო რომ გავეჯობნა მაგისთვის და 1 წუთამდე აგვეწია და რეალურად ავწიეთ 48 წამამდე. 8 წამიდან 40 წამი მოუმატეთ რა. 48 წამში გასცდა პირველად სხეულზე 52 გრადუს ტემპერატურა. 52 გრადუსი არ არის დამოუკველი, 52 არის ის გრადუსი, რომელზეც უბრალოდ ხელს გაღებინებს, ხო, რაღაცას შეეხები და გეცვის რა ეგ. და სრულად საკმარისია რომ მაგალითად შეირბინო ალმოდებულ სახლში და ერთი ადამიანი გამოიყვანა, ხო? 40 წამი საკმაოდ დღეს ხელდედამიწაზე არის პროტოკოლი მეხანძრეებისთვის გაწერილი მასეთი, რომ თუ არის ცეცხლი, იქ არ შედიან, ჯერ აქრობ და მერე გადაადგილდები. და ეს კოსტუმი მაგაზე იყო გათვლილი, რომ გადაადგილების საშუალება მოქცეს ჩაქრობამდე, ცეცხლის ჩაქრობამდე, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი წამებია, ხშირ შემთხვევაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შეიძლება გესმოდეს 5 ოთახის იქედან ადამიანის ხმა და ვერ შედიოდე, იმიტომ რომ ცეცხლია ჩასაქრობით და პროტოკოლიც არ გიშვებს, ხო? პროტოკოლიც არ გიშვებს და თან ძალიან საშიშია, ხო? და ეს კოსტუმი ფაქტიურად იძლეოდა მაგის საშუალებას რა. გავტესტეთ რამდენიმე ვერსია, ახლა 2 წელში 3 ვერსია მაინც. გავაუმჯობესეთ რაღაცეებით და გავამზადეთ კოსტუმი, რომელიც მზად არის რა, ფაქტიურად მეხანძრეებისთვის. რა ვქნათ ახლა ეს კოსტუმი ავიღეთ, აიღო ამეხი და წავიდა ამერიკაში რა. გავუშვით ამერიკაში, ფული საშუალია თუ ამეხი კოსტუმი. ჩავიდა ამერიკაში და ძალიან მალევე აღმოჩნდა, რომ თელდედამიწაზე ძალიან რთულია სახანძრო დეპარტამენტებს მიაწოდო კოსტუმები, იმიტომ რომ ყველა არის სახელმწიფოზე მიბმული. ამერიკაში არის რამდენიმე კერძო დეპარტამენტი, მაგრამ რეგულაციებს მე მგონი მაინც სახელმწიფო უტარებს. და ამიტომ აღმოჩნდა ეგეთ რაღაც, რომ რომელიმე დეპარტამენტში, რომელიმე ქვეყანაში რო შეიტანო, შენ მინიმუმ 2-3 წელი ლიცენზიების აღება და ძალიან ბევრი დეტალის გათვალისწინება და ბევრი ლიცენზიის აღება გიწევს. მაგ მომენტისთვის გადავწყვიტეთ, რომ მოდი ამ ლიცენზიებზე დროს დაველოდოთ და მანამდე კიდე მოვიფიქროთ, რაში შეიძლება გამოვიყენოთ ეს მასალა. კიდე რაში ჭირდება ადამიანს ან სად არის ადამიანი ისეთ ადგილებში, სადაც ცეცხლია და საშიშია. მაგ პერიოდში გაგრას კალიფორნიაში სადაც ამ ვამეხი იყო, რამდენიმე ტესლა სანძარი მოხდა. 1-2 ალბათ ავარიით, ერთი ისეც. რაღაც 100,000-ში ერთი შემთხვევა არის, ხო, რაღაც სტატისტიკა. 100,000-ში მე მგონი 10. 10 შემთხვევა, რომელიც ეს ლითიუმის ბატარეებია, რითი ფეთქდება. ლითიუმის ბატარეები კი, რომელზეც ყველაზე კარგია, მაგრამ არასტაბილურია, მაინც ბოლომდე სტაბილური ნაიმს ვერ არის. ყველაზე მომგებიანი ელემენტია დღესაც მივაგენით ყველაფრის გათვალისწინებით, შეიძლება რაღაცა უფრო ძვირიანი ჯობდეს, მაგრამ ფასის გათვალისწინებითაც ყველაზე მომგებიანია, მაგრამ იმის გამო რომ ვცდილობთ ზომებში ჩავატიოთ, იმის გამო რომ თვითონ შინ შემავალი ნივთიერებები ისეთია, რომ პრობლემა ძირითადი არის ის, რომ არ ქრება ცეცხლი თუ ეკიდება. ლითიუმის ელემენტი შიგნით თვე მოიცავს ისეთ ელემენტებს, რომელიც წვის შედეგად საწვავსაც გამოყოფს და საკმარის ჟანგბადსაც. და ზუსტად ეგ გამოჩნდა ტესლას ხანძრებზე, რომ აი იყო შემთხვევა კალიფორნიაში მე მგონი, რომ ტესლას წავეკიდა ცეცხლი, ახლოს იყო გზა წყალსაცავთან, და მოჭიდეს პირდაპირ ევაკუატორი ჩააგდეს იმაში, რა ქვია, ტბაში და არ ჩაქრა რა, წყალში ჩავიდა. და თვითონ აქ ამ ლითიუმს ხო თავისი საწვავი ჟანგბადის და ყველაფერი. თან საკმაოდ სწრაფად იმატებს ცეცხლის ინტენსივობა თუ გაჩნდა რა, შიგნით. ამიტომ ავდექით და მოვიფიქრეთ ეგეთი რამე, რომ ამ მასალით იქნება ისე შევფუთოთ ელემენტები, რომ ელემენტს რო ცეცხლი გაეკიდება, მანქანა მინიმუმ 15 წუთი არ დაიწვას რა. რომ მოასწრო გადმოსვლა, ევაკუაცია ასე თქვა. იდეა სუპერ რო გამოვიდეს და მაგრა რო გამოვიდეს არის ის, რომ არასოდეს არ დაიწვას მანქანა, ცეცხლი თუ გაეკიდა ელემენტს, ჩაიწვას ეს ელემენტი მანქანაში და მანქანას კაფსულაში კი. და მე უბრალოდ მიხვალ სერვის ცენტრში შეგიცვლიან ელემენტს და იგივე მანქანა გეყოლება. ეხლა რო იწვის ტესლა, დნება რა, ბოლოს ალუმინის დამბნარი კუბიკივით რაღაცა გდია ხო მანქანის მაგალითად. ძალიან მაღალი ტემპერატურებია, რაკეტის ძრავით ეკიდება დაახლოებით ცეცხლი და დავიწყეთ მაგაზე ტესტირება. ეხლა ამ ეტაპზე ესტონეთში მოღვაწეობთ. ესტონურ სტარტაპს, რომელიც აწარმოებს ელექტრო ავტობუსებს, თვითმავალ ავტობუსებს, პატარა ავტობუსებს, ვცდილობთ რომ შევფუთოთ ელემენტი. ერთი ელემენტი
უკვე ჩავატარეთ ექსპერიმენტი, ერთიც ახლა გვექნება სადღაც 15 მარტისკენ. ხო, ავტო ინდუსტრიაში ვცდილობთ შევიდეთ, ასე ვთქვათ და საკმაოდ წარმატებითაც მიდის ეგ ამბავი რა. რა გითხრა, ჯამში უკვე 4 ელემენტი გვაქვს გატესტილი. და ეხას გეგმავთ ხო ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ექსპერიმენტი. ეხა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ექნება ეხლა, კი. ამის მერე რას გეგმავთ? ანუ ამის მერე უკვე რაც ჩანს არის ესტონეთში ამ ბატარეას რო გავტესტავთ მე 13 დღეს უკვე წავალთ შტატებში, იმიტომ რომ იქაც კონტეინერები იცი რა გამოჩნდა. წარმოებლები მანქანების, უშუალოდ მანქანების დაცვას უფრო ნაკლებად აქცევენ ყურადღებას. ვიდრე თავიანთი საწყობების და თავიანთი გადაზიდვების დაცვას, იმიტომ რომ მაგალითად BMW-ს მე მგონი ქარხანაში ლითიუმის ელემენტები, ერთი ელემენტი რო უდეს 4 მეტრის მოშორებით უდეს მეორე 엘ემენტი და 4 მეტრის მაღლა უდეს სიმაღლეში კიდე, ანუ ერთმანეთს იმხელად დაშორებით უდებთ, რომ და არის ხშირად თან ხანძრები ლითიუმის ელემენტები სადაც არის, იმ საწყობების ხანძრები ხშირია და საკმაოდ დამანგრეველი ხანძრები ბუნებისთვისაც და ალბათ ქონებისთვისაც და ბიზნესისთვისაც. ვახშაურობ ჩვენ რომ 100,000-დან 10 შეიძლება დაიწვას და სადაც 100,000 იქ ერთი დაიწვას, ყველა დაიწვა, კი, ეგრეა ზუსტად. და რაღაც ეგეთი ვარიანტი გამოჩნდა ახლა ამერიკაში, რომ გადამზიდი კომპანია, რომელსაც დაზიანებული ელემენტები გადააქვს ლითიუმის და სპეციალური ყუთები აქვს დაწყობილი თავიანთი სისტემებით, გაგრილების სისტემით დაჟე თავიანთი. უბრალოდ ეს ყუთები არის ძალიან მძიმე, იმიტომ რომ სქელი ფოლადისგან არის დამზადებული და უნდათ რომ ეს ფოლადის შეართხელონ და ჩვენი მასალა მიაკრან მაგის მაგევად და ეხლა ესტონეთის მერე მომდენო 2 თვე კალიფორნიაში მაგ ექსპერიმენტ ჩავატარებ შეფუთოთ უზარმაზარ ყუთს. და იგაც აპირდებთ აფეთქებას? სხვანაირად ვერ გაიტესტება, მაგრამ მე მგონი რომ ჩვენ აღარ მოგვიწევს და თვითონ რომელი კომპანიაც გვიკეთავს, ბარემ ისვე ააფეთქებს რა. და ნახავთ, რა ჩვენ მე მგონი გამოგვიგზავნიან ცარიელ ყუთს, სადაც ჩვენ ვიქნებით იქ, შევფუთავთ, გავუგზავნით და მე ალბათ ისინი მიხედავენ რა. ვაუ. მაგ ეტაპზე ვართ ეხლა. ცალკე ის არის რა, ანუ ერთი სიამოვნებაა და ცალკე სიამაყეა რა. ქართული წარმატებებისთან ამ ტექნოლოგიებში, რომ hardware-ში განსაკუთრებით რა. ქართველები ძალიან ძლიერები ვართ მაგაში. ხო და აი ამ ყველაფერთან ამ სიამაყესთან და სიხარულთან და გულის ტკენა მაქვს, იმიტომ რომ ქვეყანა არ ზრუნავს თუნდაც შენაირი და ზოგადი ვითარება არ არის, კი. ხო, ანუ პრიორიტეტი არ ხდება ტექნოლოგიები. არასდროს 30 წლის უკან იმასთან შედარებით 10 წლის წინ რაც იყო უკვე კარგი იყო და რაც 10 წლის წინ იყო იმასთან შედარებით ახლა რაც არის ეგ იმაზე კარგია რა წინ მივდივართ მაგრამ ნელა გაცილებით უფრო სწრაფად შეიძლება იმიტომ რომ არ ვიცი შეიძლება რა ხან მე მაგ სფეროში ტრიალებ მაგიტო მაგ ეგეთი განწყობა მაგრამ მე ხედავ რომ საქართველოში არის ძალიან ბევრი ნიჭი ძალიან ბევრი ანუ ტექნოლოგიურ ინოვაციურ რაღაცეებში გამოსაჩენად ნიჭერები ვარ თვითონ არ ვამბობ ამას იმიტომ რომ ქართველი ვარ და მე მიყვარს საქართველო იმიტომ ვამბობ რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში მომიწია ტექნოლოგიურ უნივერსიტეტებში მუშაობა ლაბორატორიებში მუშაობა გერმანიაში ესტონეთში დუბაიში აბუ-დაბიში ამერიკაში ბევრგან ძალიან და აი ის რაც ჩვენშია ინოვაციურობა რაც ჩემი აზრით დაღრმაწენ სიზარმაციდან მოდის ჩვენ და რა კარგია რომ ზარმაცები ვართ სიზარმაცე გაჭირვება ალბათ ხო სიზარმაცე და გაჭირვება რა ჩემი გაჭირვება დიწილე შეიძლება სიზარმაცის ბრალი იყოს მაგრამ ის რომ ინოვატორები ვართ იმენა სიზარმაციდან მოდის რა აი თუ ადამიანს დაჟე არ ვიცი სხვა CEO-ებს აბრალებენ მაგრამ მე როგორც ვიცი ერთი უზარმაზარი კომპანია რომელიც პილასოსებს და საუბრის რაღაცებს აწარმოებს და აი მაგკაცის ფრაზაა მე მგონი რომ მე მირჩევნია ავიყვანო ზარმაცი ნიჭიერი ხალხი ვიდრე ფრიადოსანი მაგას ბილ გეიტსას აწერდნენ ხო სულას აწერენ და იმიტომ რომ ეს ზარმაცი მოიფიქრებს მოკლე გზას და მოკლე გზა არის ყოველთვის ინოვაციური გზა ხო აი მათ აი ბოლომდე ვერ გითხრები რა, იმიტომ რომ მარტო სიზარმაცე არ შველის მაგას. არა, რა თქმა უნდა. ინტერესიც უნდა ქონდეს ხო, უნდა გიყვარდეს ისეთი ზარმაცი თუ ხარ ხელში არაფერი აიღო და არ გააკეთე. ხო და იცოდე ფილოსოფიის გაკეთება მაგალითად. კი. ან მინიმუმ იმის мотиваცია უნდა ქონდეს რომ ააწყო და შენ თუ რომ მაგის мотиваცია სიზარმაცეა რომ თვითონ ნაკლები შრომა ჩადოს. ეგ რა თქმა უნდა მაგაში გეთახმები. კი. ჩანს მაგას შეიძლება სიზარმაცის გამო არ ხდება ეგ მაგრამ ჩანს მაგაშიც რომ საქმე დაზოგოს რომ მე რაღაც სხვასი ჩადოს რა ის ენერგია რა თუნდაც დასვენება იყოს ცდილობა ქართული საქართველოს მართვისა
და საზოგადოების მოწყობისა იმისკენ, რომ ჩვენ გავხდეთ ძალიან შრომელები ისეთები, როგორც გერმანელები არიან, გერმანიაში მე გამიჩნე ადამიანი, რაღაცა 55 წლის კაცი, რომელიც 30 წელია მუშაობს BMW-ს ქარხანაში მეების საწმენდავს, ხო, რაღაც სარკეებს წმენდავს, ხო, აი მაგ ეგ საქმე აქვს, რომ სანამ დააყენებენ ის სარკე გაწმენდოს და არანაირი პრობლემა არ აქვს იმ კაცს რა. ცხოვრობს ჩვეულებრივად და მე არ ვიცნობ ქართველს, ვინც მაგ სიტუაციაში კომფორტულად იქნება რა. ცოტა სამწუხაროდ. ცოტა ალბათ. სამწუხაროდ არა, ნეტა ბევრი ყოდეს ეგეთი ხალხი. ნუ აი ისე როგორ რაღაც არის, ანუ ხომ იწევს ხოლმე სტარტაპებთან შეხება, ან იდეებთან. აი რუტინული შრომა რო სიამოვნებს ეგეთი ხალხის არ მინდა დავასახელო, მაგრამ იყო რაღაც ერთი წარმართები საქმიანობა, რომელიც უმარტივესად შეიძლება რომ პატარა რობოტის და ერთი ძრავის მეშვეობით ჩანაცვლებულიყო. და თვითონ დაეხარჯა მაგალითად ახალი კრეატიულ მხარეზე დრო, ან დაეხარჯა დრო ახალი მომხმარებლის პონაზე, ახალ კამპანიაზე პირობითად რა, ანუ უფრო შემოქმედებითი ნაწილზე. და არა ესეთ რუტინულ ნაწილზე, რომელიც მაგალითად რა ვიცი, ანუ წყლის ნაყვა არის, როგორც აი თითქმის პირდაპირ გაგებით. გეთანხმები. მაგრამ ეს უბრალოდ ხელით ერჩივნა, იმიტომ რომ დამნაშავე სხვა არის ჩემი აზრით. დამნაშავე არის განათლების სისტემა და პირველ რიგში სკოლა. მე დაჟე მიკვირს, რომ 21 საუკუნეში ტექნოლოგიების ამ დონეზე განვითარებაში ადამიანები საქართველოს ნაიტანამედროვე ქვეყანაში თოხით მუშაობენ დიდ მანძილებზე, პატარა მანძილზე არ არის პრობლემა, შეიძლება სიამოვნების ადამიანს და პატარა კვალს თოხნიდე, მაგრამ დიდ მანძილზე რო შენ ჰექტრების თოხნი, ეს აბსოლუტური სიგიჟეა, ხო? ესპანეთში ტრაქტორები არის მძღოლის გარეშე, ხნავენ, თესავენ, რა ყველაფერს აკეთებენ, ხო? დრონები აკეთებს უკვე მაგას რა. აი ზუსტად მაგას ვფიქრობ ხოლმე, რომ ანუ თუ აგროსფერო გვექნება, უნდა ქონდეს მაქსიმალურად ეს ტექნოლოგიურად განვითარებული, იმიტომ რომ ეგ ჩემი ერთ-ერთი ისეთი ოცნება, რომ აგრორობოტებზე და რაღაცაზე ვიმუშავებ, იმიტომ რომ ძალიან გამოსადეგი რამე არა, ძალიან გამოსადეგი, პატარა ზომებში შეიძლება საქართველოსთვის არ არის უცილებელი სამხიდიანი რაღაცების გაკეთება. პატარა სამომხმარებლო აგრორობოტები. თუ და დრონები ახსენეთ, დრონსაც დიდი ისა როლი შეიძლება. შეწამლა მათ შორის სკანირება შეუძლია რაღაც სხვა დაავადებების აღმოჩენა და რაღაცეები, ხო? ფერმერებსაც კარგად გამოუადგებათ ჩემი აზრით დრონები. კი, ტექნოლოგიები ყოველთვის უმარტივებს ადამიანს საქმის. კიო, აი ბოლო ნაწილში მინდა რომ განათლებაზეც ბარემ აქ ვართ ახლა მივედით აქამდე კი. ხო და ბარემ აქაც ვისაუბროთ და შეგვიძლია ნელა რაღაცა დამთავრებისკენ წავიყვანოთ ეს ჩვენი საუბარი. ბევრი პრინციპში ამ თემას ნაწილობრივ უკვე შევეხეთ ბევრნაირად, ხო? რეგიონზე ვახსენეთ, თუნდაც განვითარებაზე და ის სფერო ვითარდება, საგანმანათლებლო სფერო მათ შორის, ხო? აი რა არის საჭირო ზოგადად განათლებაში? ან ეხლა რა დონეზე არის ასე ვფიქრობ? და რა არის გასაკეთებელი იმისათვის, რომ პირობითად უფრო მეტ ადამიანს მიცეს რესურსი და мотивация. მარტო რესურსი უკვე აღარ არის საკმარისი, ზოგადად არც ადრე იყო საკმარისი, მაგრამ ზოგადად მასწავლებლებს არ ქონდათ ის გამოცდილება, რომ ინდივიდუალურად ემუშავათ ადამიანის мотивациაზე და აი ეხლა რა არის საჭირო ამ ყველაფრისთვის? რაც არის საჭირო, მე მგონი მთელი სოფლიო შეთანხმებულია მაგაზე, რომ სკოლის მოსწავლე რო სკოლას დაამთავრებს, იდეალური იქნება თუ ის შეძლებს დამოუკიდებლად ცხოვრებას, ხო? ეს არის აი ჩემთვის არის აქსიომასავით, რა, იდეალური სკოლა იქნება ის, რომელიც ბავშვს რო გამოუშვებს, ის ბავშვი დამოუკიდებლად შეძლებს ცხოვრებას. ჩვენი სკოლა აკეთებს მაგას. რამდენად აკეთებს, ხო? ეგაც არის. აი წეღან ვახსენეთ, რომ შეიძლება მოტივი არ ქონდეს ადამიანს, შეიძლება ინოვაციურობა არ ქონდეს და ერჩინოს ისე რუტინულად. ჩემი აზრით მაგას აკეთებს სკოლა. ბაღიდან იწყება და ის, რა თქმა უნდა, თვითონ სოციუმიც ეგეთია, სკოლა მარტო სკოლა ხო არ გამოიყო ეგრე. ის სკოლა ხო იმ სოციუმმა აწყო. თვითონ სოციუმიც ეგეთია ზოგადად საქართველოში, მაგრამ სკოლის როლი არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ალბათ რავი ყველა სკოლა, ჩემ სკოლაში ნახდათ ეგრე იყო. ბავშვებს უფრო მეტი რამე უნდათ, ჩემი აზრით, ვიდრე მასწავლებლებს. ბავშვებს უფრო მეტი აქვს სურვილი სინამდვილეში ისწავლონ რამე, ვიდრე მასწავლებლებს რო არ სწავლონ ამ ბავშვებს რამე. აი სუფთა არ არის აქ ტექნიკური რაღაცა, სუფთა მორალური საკითხია საქართველოს სკოლებში პრობლემა. მამა ჩემს ვინც ასწავლიდა 65 წლის არა მამა ჩემი. იგივე მასწავლიდა მე, იგივე მასწავლებელი, იგივე მეთოდებით და იგივე მასწავლებელი, იგივე მეთოდებით ასწავლის ჩემ დიშვილს ახლა, ხო? ეს მე ასაკზე კი არა მაქვს პრობლემა, არანაირი პრობლემა არ მაქვს. შეიძლება ადამიანი 100 წლისა იყოს და ძალიან პროგრესულად და თანამედროვედ მოაზროვნე.
მაგრამ მიდგომაზე ხო როგორ შეიძლება 60 წელი ერთ და იგივე მეთოდი ჭრიდეს ხო? სამი თაობა შეიცვალა იმის მერე. ჩემი აზრით უმეტეს შემთხვევაში უბრალოდ დანაშაულია რაც სკოლაში ხდება, არის აბსოლუტური გაუაზრებლობა რა. თითქოს საზოგადოების ცუდი ზნე კარგად ჩანს სკოლებში. კარგად ჩანს თითქოს რა. და მინიმუმ ისიც საკმარისი ალბათ, რომ აი თემები რასაც აწერენ, ხო ხშირად, ხო? აი ერთ და იგივე ნებისმიერ საკითხი რო ავიღოთ სკოლაში, უკვე პრობლემია, არ გაწლევენ აზრის დაფიქსირებას რა. მაგალითად მე პირველი კლასიდან შეიძლება პირველიდან არა, მაგრამ ძირითადად სკოლაში ძირითადად მასწავლებლებისგან მესმოდა ის, რომ აბა ბავშვებს სწავლა არ გინდათ, აბა ბავშვებს სწავლა არ გინდათ. რომელიმე ბავშვმა რო დაუჯეროს მართლა მასწავლებელს მაგაში, ხო დაიჯერებს, რომ იმ ბავშვს სწავლა არ უნდა. ხო და უმეტესობა ბავშვები უჯერებენ მასწავლებლებს და მე-11 კლასში როგორ გონია რომ მე სწავლა არ მინდა და მე სწავლა არ შემიძლია ჩემს მეგობრებს ჩემთანატოლებსაც კი ეხლა რო არ შეუძლია მათემატიკა არ შეუძლია მაგალითად და მე ახალი ისწავლე ანუ მეკითხებიან მაგას როგორ აკეთებ და ვეუბნები რომ მარტივია ისწავლე მე უნებენ არა მე მაგას როგორ ვისწავლი აი ის ჩემი მეგობარი რო თulis ეხლა ეგრე რომ არა მე მაგას რო ვისწავლი ის თავისი ბრალი არ არის კი თავის ბრალია რა თქმა უნდა რომ ვერ იპოვა ძალა რომ ეჯობნა მაგისთვის მაგრამ მასწავლებელმა შეძახილმა ხე გაახმო ასე რომ და ყოფილი კარგი და ცუდ ბავშვებთან არის ბავშვება და ეს კარგი ბავშვი არის წყნარი ბავშვი წყნარი ბავშვი და ცუდი ბავშვი არის ახეთში რო ვიყავით ბავშვებს ბავშვები რას ყვებიან ხო ყვებიან რომ ისევ მიდის ბულინგი შეიძლება ჩემ დროს მაგალითად ფიზიკურად ვერ ყვებოდნენ მასწავლებლები არ იყო ხა ეს რაღაცა კატასტროფა ისეთი მაგრამ რა წესია ხო ბულინგი სიტყვიერი მაგალითად ბავშვს თუ სხვანაირად აცვია უნას კლასის წინ მასწავლებელმა ამაზე შენიშვნა მისცეს ხო მე წარმოვიდგინოს მასწავლებელმა რომ თავის მეგობრებთან ერთად ზის საერთო სუფრაზე ასადმე და მე ვიღაცა ემობა რომ რანაირად გაცვია აბა წარმოიდგინოს ერთი წამი ეგ მასწავლებელმა და ნახოთ და ბავშვის როგორ შეძლებს მე ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია ხო იქ რა ადგილის დაკვირდება სოციალური მე არ მინდა რომ თლათ სულ სკოლაზე გადავტეხო ძირითადად მაინც ჩემი აზრით ოჯახი არის წამყვანი და ოჯახმა უნდა ისქნას მაგრამ რა ვქნათ ესეთი სიტუაციაა საქართველოში ოჯახებში არ არის დიდად ნორმალური სიტუაციები ჯანსაღი ურთიერთობების ხრივ თორე განა ბევრი შიმშილი მკვდება ან რაღაცა ესეთი ჯანსაღი ურთიერთობების ხრივ ჩვენ ხო ერთმანეთს ხო ვიცნობთ და ხო ვიცით რამდენად თავისუფალი ხალხი ვართ და რამდენად არა ვართ თავისუფალი რამდენად შეზღუდულები ვართ ხო და ეს ყველაფერი ხო მოდის სოციუმიდან ეს ბავშვებს თავში ხო არ ეცემათ რომ იზრდება ის ხო გაზარდა სოციუმმა ესე ხო იმას ხო რეაქციები ქონდა ეს რა გითხრა უმარტივესი რაღაცეებში ხშირად პრობლემა მაგალითად მე მთელი ბავშვობა ოცნებოდი რომ ჩარხები მქონოდა გინდა ვერტიკალური დრელი გინდა ჰორიზონტალური ჩარხი გინდა უბრალოდ სალაშინი ან სამუშაო ინსტრუმენტები ჩემ სკოლას კომუნისტების დროს ჰქონდა შრომის კაბინეტი სადაც ეგ ყველაფერი იყო კომუნისტების მერე ეგ კაბინეტი ისევ იყო მაგრამ აღარავინ აღებდა იმიტომ რომ არ გაფუჭებოდათ, იმიტომ რომ არ დაკარგოდათ, იმიტომ რომ დენი არ იყო. მე ვოცნებობდი მაგ კაბინეტში, მე მანდ ვიცხოვრებდი რომ შევეშვი მაგ კაბინეტში, ხო? თავისუფლად შევეშვი, მაგრამ ეგ კაბინეტი დღეს მე მგონი საერთოდაც აღარ არსებობს რა. ხო, არ ვიცი, შეიძლება. შრომის გაკვეთილებია ჩემ ბავშვობაში ამოიღეს საერთოდ. ჩემ ბავშვობაში იყო ასე თუ ისე შრომის გაკვეთილები, მაგრამ იმ დაზგებთან არ გუშვებდნენ და იმ ოთახში სულ ორჯერ ვარ ნავყოფი, როცა ნეტად თელ შაბათკვირაც იქ გამეტარებინა რა. იმიტომ რომ რა გითხრა მე დღესაც არა მაქვს ვერტიკალური დრელი მაგალითად, ხო? ხო და ეს ხო უბრალოდ მიდგომა, ეს ხო არ არის რომ სახელმწიფო ზემოდან ვიღაცამ რომ აი არ გაუღვიცოდე კარები, ეს ხო ეგ არ არის. ეს არის უბრალოდ ჩვენი შობლების და წინათაობების ზნე მე მაგას საფრთხე-კავშირის საუკეთესო ნაკადს ვეძახი. ზნე რომ აი არ გავიფუჭდეს და უფროს მარაქნას და ამის ხარჯზე აი კიდევ ვიტყვი ეგეთ შემთხვევას დაწყებითებისში მაგალითად რო აღმოაჩენ რომ ბავშვებს ძალიან ხმამაღლა უყვირის მასწავლებელი. ბავშვები წარმოიდგინე რა დაწყებითებში არიან სულ 6-7 წლისები, ხო? ზოგ შეიძლება ერთხელაც ისეთ კაი ოჯახშია გაზრდილი, რომ ერთხელაც დაკვირვება არ მოусმენია, ხო? დრო ხედავ რომ მასწავლებელი გამუდმებით უყვირის ბავშვებს. ეს მასწავლებელი ან უნდა შეაჩერო, ან უნდა გაუშვო, ხო? შენ როცა არციც არ აკეთებ იმის ხარჯზე რომ ვაიმე მე სოფელი გამლანძღავს რა ეს ჩემი სოფლენი მასწავლებელი გაუშვი და მომივანდებიან გამლანძღავენ. შენ ხო ამით იმ 20 ბავშვსაც წირავ. მერე კიდე 4 წლის მერე კიდე სხვა 20 ბავშვს ერთი მასწავლებელმა ის გამოწირავ თაობებს, ხო?
ელემენტარულზე არა ლაპარაკი. მანამდე წუწუნებდით რომ ფული არ აქვს, მაგრამ ეხლა ცოტა ხო გაჩნდა ფული. ელემენტარულ რაღაცაზეა სინამდვილეში ლაპარაკი და მე რა ვიცი დიდი პატივისცემით მასწავლებლების მიმართ ულახდილები ყოფილიყვნენ რა ბავშვებთან რა. თუ აღარ უნდათ მასწავლებლობა არ არის აუცილებელი რა რომ ბოლომდე იყვნენ. მე მაგალითად ვასწავლდი სკოლაში გორში ბავშვებს ინჟინერიას ჩემი ინიციატივით და აი ბევრგან ვასწავლდი რა კიდე უნივერსიტეტშიც ლექტორად. აღმოაჩინე ეგეთი რამე რომ ჯობია იყოს ახალგაზრდა და მოტივირებული მასწავლებელი. ახალგაზრდაც არა, ჯობია იყოს მოტივირებული მასწავლებელი და იცოდეს ორჯერ ნაკლები რა იმ სფეროში. მაგალითად იყოს მათემატიკის მასწავლებელი, ორჯერ ნაკლები იცოდეს სტანდარტულ მასწავლებელზე, მაგრამ იყოს მოტივირებული და ამ ბავშვებთან ერთად უხაროდეს მუშაობა, ერთადაც სწავლობდნენ. და მე იმ ბავშვებთან ძირითადად ეგ მიდგომა მქონდა ხოლმე. ძირითადად ეგ მიდგომა მაქვს რა. ისეთ რამეს ვირჩევ ვასწავლო, რაც მეც არ ვიცი. და ძალიან მაგრამ მუშაობს, იმიტომ რომ ცალკე თემა რომ ცხენიათ მასწავლებლებს რომ ბავშვმა მაგალითად დღესდღეობამდე დროს რომელიც უფრო მეტად ინტერნეტ სივრცეში არიან ხოლმე შეიძლება მასწავლებლზე მეტი იცოდეს იმ მომენტში. აი კორონას პანდემიის დროს ჩემთვის მაგალითად გამოჩნდა ესეთი რამე ონლაინ სწავლაზე რომ გადავიდა მთელი სამყარო აღმოჩნდა რომ 6 წლის ბავშვებს უკეთესად შეეძლოთ თანამედროვე ტექნოლოგიების ხმარება გამოყენება თან კარგი მიზნებისთვის, შემეცნებისთვის და სწავლისთვის, ვიდრე პედაგოგებს და ეს უკვე აჩვენებს პრობლემას. ეს უკვე აჩვენებს, იმიტომ რომ ბიბლიოთეკებში ჩვენ არ გვილაგია თანამედროვე წიგნები გადმოთარგმნილი. ინჟინერიაზე ერთ წიგნს ვერ იპოვით, ფიზიკაზე ერთ წიგნს ვერ იპოვით გადმოთარგმნილს ქართულს თანამედროვეს, ხო? წყარვარი ინტერნეტი და შენ თუ პედაგოგი ხარ, თანამედროვეობა გინდა და გინდა რომ არ ჩამორჩე, აუცილებლად ბევრ რაღაცაში ჩანს. ახლოს უნდა იყოს. ბევრ რაღაცაში ჩანს. პირველ რიგში უნდა იყოს მიდგომა ბავშვების მიმართ სვანაირი. სიღარიბე არ არის პრობლემა. პრობლემა არის ურთიერთობა. ფაქტია რომ ბევრ სოფელში, ბევრ რეგიონში ბავშვები შიმშილის გამო მშივრები არიან ფაქტობრივად სკოლებში. ხო, ეგ ცალკე პრობლემა რომელშიც აბსოლუტურად ვერაფრით ვერ მოხდა რომ ოდნავ მაინც მიუახლოვდეთ ისეთ დონეს ევროპულს მოდი ამ შემთხვევაში ვთქვათ განათლების სისტემაში და მეთოდებს რომელსაც ევროპა უკვე იშორებს და ახალზე გადადის მაგაზე. გერმანული სწავლის მეთოდები უკვე ძველდება და ახალზე გადადიან უფრო ინოვაციურზე და ჩვენ ერთის მხრივ მე იმას ვიძახი ხოლმე რომ კარგი შეიძლება იყოს რახან ეს უკვე გატარებული მეთოდები არ გავიარეთო პირდაპირ აი საქართველოში ახლა რომ შენ განათლების სისტემაში რამეს ცადო ძალიან კარგი მინდორია მაგისთვის რა იმიტომ შეგიძლია მაქსიმალურად ინოვაციური ცადო და ჩემი აზრით სუმაგისტრირებაში უნდა იყოს ვინც იქნება სათავეში ვინც მაგისთვის არის იქ განათლების სამინისტროში მაგალითად რა მათ კიდე საერთო პრობლემა ხა აღარ ჩამოვთვლი რა მე რასაც უყურებ ძირითადი პრობლემა განათლების სამინისტროში კი არა ზოგადად საქართველოს განათლების სისტემაში არის ნეპოტიზმი. ნეპოტიზმი და მინიმუმ ბოლო 20 წელიწადში განათლების რა 20-მდე თუ მეტი მინისტრი გამოიცვალეთ, ვეღარ ვთვლი და სამაგერო დირექტორები, იგივე დირექტორები არიან, რომლებიც რა 60 წელია ზოგი არის დირექტორი უკვე. კი. და რაღაცა პარტიული ნიშნით და აშენე და არანაირი ინიციატივა ხა მე პირადი მე დაჟე არა მაქვს რა მაგერზე პრობლემა. იყოს პარტიული ნიშნით, იყოს 60 წელი თუ ვარგოდეს და იყოს. მენდუქიძე ამაყობდა ხოლმე იმით ერთგან დაჟე გადაცემაში წაქნა თქვა რომ ჩვენთან ლეიბორისტებიც კი მუშაობენო და ეგ ასწორებს რა თუ არა რატო განსხვავება ასწორებს პირიქით და ყველა ერთნაირი რუარტი ეგარი ბანძობა თორე. მე აქვს რაც გავუცხო ხაზიცი, რადგან პარტიული ნიშნები რატოღაც ფიქრობენ რომ პენსიაა რა, ანუ არაფერი არ ნოვაკეთო. სამედ ინიციატივა არ მომქონდა და იყოს რა როგორც არის ისე იყოს და ეხლა ჩვენ რაღაც პროექტების იდეები სულ გვაქვს ხოლმე და ვთავაზობთ ამ სკოლებს თან უფასოდ ამ ხშირ შემთხვევაში აქეთ ვუხდით რაღაცეებს და არ გვიშვებდნენ იქამდე რომ აი ჩვენ რაღაც სიახლე შეგვეტანა ეშინიათ ბევრი მიზეზია რა ეს აი ჩვეულებრივად დავжეთ ეხლა ჩვენ შინაურ პედაგოგებთან ჩვენ შინაურ დირექტორებთან ერთად და საღამ შაიზე ვისაუბროთ ჩვეულებრივად ადამიანურ რაღაცებს მოყვებიან ეგენიც ხო აი მე ბავშვობაში პრეტენზია მქონდა ხოლმე ერთი კონკრეტული მასწავლებლის მიმართ რა დედა ჩემი მეუბნებოდა ხოლმე რომ შვილო აიცი ეგ მასწავლებელი ერთ სული აქვს სახში წავიდეს რომ იქ რაღაცა გააკეთოს რომ შია და იქ ვენახს მიხედოს და აღარ აქ იმის ნერვები რომ შენ ისაქნას და შენ აქ გზარდოს რა ასე თქვა და მესმის ეგ ყველაფერი მაგრამ გაცილებით ღარიბი ქვეყნებიც არსებობს გაცილებით გაჭირებული ხალხიც არსებობს უფრო მხიარულები უფრო კარგი განწყობით და მაგის დაჭერა ჩემი აზრით ყოველთვის შეიძლება რა ბავშვებზე საყვარლები ხო არავინ არ არის და თუ ბავშვებთან ვერ ახარ კაი ხასიათზე აბა ვენახში რანაირად იქნები კაი ხასიათზე ან სხვა სამსახურში სადმე ხო მე მაინც უფრო მორალურ ზნეობრივი რაღაცა მგონია ეგ რა და ფიქრება უნდა რა პატარა და
სუდნოტაზე რო არ დავასრულოთ რა, ანუ იმ დირექტორებსაც და იმას ავსეთ მადლობა მინდა პირადად. სუდნოტაზე რო არ დავასრულოთ. იმიტომ ბევრი არის საბედნიეროდ არიან ადამიანები, ვინც რა ვიცი, პირადი ცხოვრება აქვს ჩადებული ამ საქმიანობაში, ბავშვების აღზრდაში, დირექტორების რომლებიც ინოვაციურებიც არიან, ინიციატივებიც არის, აქვს და მე აი პირადად ვიცნობ და მიხარია ეგეთი დირექტორები. ხო, ვინც მაგალითად რა ვიცი, თვითონ დამატებით კლუბებს აკეთებენ დირექტორებიც კი, რომლებიც ცდილობენ რომ მაქსიმალურად მეტი გააზიარონ და მადლობა მათ პირველ რიგში. მადლობა მათ და აი ტალღაზე რო დავასრულოთ ეგეთ რამეს ვიტყვიო, საოცარი თაობა მოდის. არ აქვს მნიშვნელობა რანაირად გამოიყურებიან. არ აქვს. აი მე მაგალითად შევსწრები ვარ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, აი ახალგაზრდები ცხვირია გაყვრეტილი, ის გადაპარსული აქვს. შევხედოთ ამას როგორც თამაშს, იმიტომ რომ ყველა აი მეც რაღაცა ბავშვობაში სტატუებს ვიკეთებდი, მე წავიშალე, ხო? ანუ შევხედოთ როგორც თამაშს, ზნეობრივად, გონებრივად და თუნდაც სამშობლოს სიყვარულის განცდით. ბევრად კარგი თაობაა, ბევრად, ვიდრე წინა თაობები ვიყავით. და არის. ბევრად კარგი თაობა. ანუ შეგვეშინდება ამ თაობის პირიქით, მივცეთ ხელი შევუწყოთ. სილაღე მივცეთ. კინო აი სატანისტებს და რაღაცებს კინო დაუძახეთ, პირიქით ძალიან საყვარელი ბავშვები არიან. ძალიან. უდესი მადლობა გიო. შენ მადლობა. წარმატებას გისურვებ პირველ რიგში. ოიც რამდენიც გაგიხარდება. ხო, ანუ მეორე წერტ ამ პოდკასტს, იმიტომ რომ პირველი წავგეშალა. ხო, და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო და ასევე მაყურებელს უთხრა რომ თუ მოწონს ზოგადად ესეთი ტიპის საუბრები ან ესეთი ტიპის გადაცემა, მაგრამ ჩვენ პოდკასტს არ ვაპირებთ ხოლმე და ამ ბევრი საექსპერიმენტო პროგრამა გვექნება, პროგრამას დავარქმევ ხა ამ ეტაპზე, სადაც ინჟინერიის, პროგრამირების, რობოტიკის, AI-ის და ასე შემდეგ გამოყენებით სხვა საინტერესო პროექტ შემოგთავაზებთ. ამიტომ თუ მოგწონთ ეს არხი, ან იდეა ზოგადად, აუცილებლად გამოიწეროთ, დაალაიკოთ აუცილებლად და გაუზიაროთ მეგობრებს, იმიტომ რომ პირველ ეტაპზე ძალიან გვჭირდება მოკლედ თქვენი თანადგომა და დახმარება. მადლობა ძალიან დიდი. ეგ არის. ეგ არის. გემევიდა. ეგ არის. დავსეთ, ხო? მეორე ჩაწერა. ის ფურცელანა წამოგეღო ის. რაც ვეწერა მაშინ? არ ვიცი, რა გადავუყო. ეგეც არის რა. ეგ. აა მეორე დუბზე ნახოთ რა. ის მეორე უფრადული არ არის. ხო, კი, მაგრამ ნახე ის არის რა. პირველი ხო მაინც ბუნებრივი და რაღაცა. ხო, წაიღო თავი flow კონდა. ის ეგრე იქნება დამიჯეთ. ახალ რაღაცებს მოგიყვებ. ოკეი. კაი, დავიწყოთ? დავიწყოთ. პახ. ეს არ გვაქვს შეერთდა. აჰა. კაი.